ამდენს ვიბრძვი ამ მშობლებთან ერთად, ხო? მათ ტკივილს ეხლა ერთი არის ადამიანი, აი რაღაცას გითანაგრძნობს, გაიზიარებს შენ გულითკის, მეორე შენ რო გაიარე, შენ ხო იცი ის რა დღეშია. ლელა, მე მარტო შენ რო იმას ყვებოდი, საბა აწამეს. ხო, აი ამ ტყვეებში ერთი ნაწამები პატიმარი ყავს, პირდაპირ გაგები და რამდენი სასტიკი ფორმით. სასტიკი ფორმით, დაგასვამ. მე ხა ლელასი როგორ მესმის იცი, აი გულით კი არა, აი თითო უჯრედი. სხეულის ყველა ნაწილი მტკივა. მე ის ვიცი ლელა რაზგან, ვიცი ნანი რაზგან იცდის, მარიზი, ლიკა, თითქოს ჩემთანს ვიჭერ, აი ლიკამასაც არა აქვს ის, რომ აი თქვა იტიროს, ან გამოხატოს, მის ქცევაში, მის თვალებში, მის გამოხედვაში, იმას ყველაფერს ხედავ. გინდაც ირა, ორივე დაზე ვლაპარაკობ, ხო? ერთი ოჯახიდან ხო, ორი პატიმარი ყავთ ერთ ოჯახში. აი მათი თვალები თვალები ყველაზე მეტყველია. რაღაცაში ვერ ეხმარებ, მე სუგან ვიცი. მაქვს, მეც მაქვს. მაქვს, ეხლა შენ რო დაწერე იმ დღეს იქ რო იყავი წასული, იქ რო ხო და რო თქვი დაწერილი შენ სადნახე რომ რაღაცნაირი მომენტიაო რა ბედნიერი და უბედური ერთდროულად ხარო. ანუ ერთიც გავიგე რატო იყავი, იმიტომ რომ გენატრება ყველაფერი კარგი, თუ კი რამე ხდებოდა შენ ცხოვრებაში და ანუ რომ უბედური ხარ, იმიტომ ხარ უბედური, რომ შენ იცი ისინი რას გრძნობენ იქ.